მოგესალმებით, ეთერშია მოამბე საათზე სტუდიაში მარიამ ვაშაძე მუშაობს. მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში დღეს გაიმართება. სხდომის დაწყებამდე 2 საათი რჩება. ირმა ჭოლაძე ჩაგორთვება ახლა პირდაპირ ეთერში. ირმა, მოვიდნენ თუ არა უკვე საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები? დიახ, როგორც მოსალოდნელი იყო საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს შორის ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა უხუცესი დეპუტატი რევაზ არველაძე დღევანდელ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე წაიყვანს. პარლამენტისთვის ნდობის გამოცხადების შემდეგ დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს, კომიტეტების თავმჯდომარეებს და თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ. დღესვე დაგეგმილია ფრაქციების დარეგისტრირებაც. პირველ რიგში უნდა ავირჩიოთ ხმისდამცველი კომისია, ავირჩიოთ სამანდატო კომისია, შემდეგ უნდა მოусმინოთ ქალბატონ თამარ ჟვანიას არჩევნების შედეგების შესახებ მოგვახსენებს საპარლამენტო, შემდეგ იქნება აუცილებლად პარლამენტართა ესე იგი ცნობის შესახებ დადგენილების პროექტს უნდა უყაროთ კენჭი, შემდეგ დავდოთ ფიცი ქვეყნისადმი ერთგულების, ამის შემდეგ იქნება არჩევნები პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების, შემდეგ განისაზღვრება კვოტები ფრაქციებში, ესე იგი ფრაქციებიდან ვის რამდენი ექნება კვოტა პარლამენტის კომიტეტებში და ამის შემდეგ კომიტეტების არჩევნები. აი ეს იქნება დღევანდელი დღის წესრიგი. მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დეპუტატების გარდა საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრებიან. სხდომის გასამართად საკანონმდებლო ორგანოში თითქმის ყველა დეტალი მზადაა და სხდომის დაწყებამდე 2 საათზე ცოტა დრო რჩება. გმადლობ ირმა ჭოლაძე საუბრობდა ქუთაისიდან მოამბის პირდაპირ ეთერში. 115 ადგილი ქართულ ოცნებას, 27 ნაციონალურ მოძრაობას, 6 პატრიოტთა ალიანსია გადანაწილებული მანდატები ახალ პარლამენტში, სადაც მრეწველების 1 წევრი და 1 დამოუკიდებელი დეპუტატიც იქნება წარმოდგენილი. უკვე ცნობილია საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების ვინაობა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჯუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აჭარიდან ილია ნაკაშიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნაციონალური მოძრაობიდან სერგი კაპანაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა დინარაძე, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი სამხარაძე, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ლომია. მომავალ საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საუბრობენ ქართულ ოცნებაში. საპარლამენტო უმრავლესობა 2 ფრაქციას დღეს დაარეგისტრირებს, თუმცა მმართველი გუნდი პარლამენტში 2-ზე მეტი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. სხდომას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი და შემდგომ იგი უკვე სიტყვას გადასცემს უხუცეს პარლამენტის წევრს და სწორედ იგი წარმართავს პარლამენტის სხდომას, ვიდრე ახალი პარლამენტის თავმჯდომარე არ იქნება არჩეული. ამის შემდგომ პარლამენტს სიტყვით მიმართავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტს მოახსენებს არჩევნების შედეგებს. შემდგომ უკვე მოხდება პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე კენჭის ყრა. ნომინირებულია პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე, მე მინდა მას წარმატებები უსურვო, ვიცე-სპიკერები ნომინირებულნი არიან და ასევე ყველა კომიტეტის თავმჯდომარე. ხდება, რა თქმა უნდა, ყველა ძირითადი თანამდებობის გარშემო კენჭის ყრები, ასევე პირველ 2 ფრაქციას ჩვენ დავარეგისტრირებთ, ხოლო დანარჩენ ფრაქციებს უახლოეს მომავალში. საპარლამენტო უმცირესობისთვის რეგლამენტით გათვალისწინებულ კვოტებზე კანდიდატებს წარადგენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერად დავით ბაქრაძეს დაასახელებს. ცნობილია, რომ ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში 2 ფრაქცია ეყოლება, მათ ნიკა მელია და ელენე ხოსრარია უხელმძღვანელებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებენ და ყველა პროცედურაში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა საპარლამენტო თანამდებობებზე ქართული ოცნების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ.
ჩვენ არ გავვრიდები ვართ ამ საპარლამენტო მუშაობას, ნამდვილად გავაგრძელებთ პარლამენტში შესაბამისად ყველა იმ კანონით გათვალისწინებულ კვოტას თქვათ ავითვისებთ, იმისთვის არის ოპოზიცია, რომ ის არ იღებს პასუხისგებლობას ამა თუ იმ თანამდებობის პირზე. ასე რომ აქ არ მგონია ხა დამატებითი კითხვები უნდა დაისვას, დაუჭერენ თუ არა ჩვენი ფრაქციის წევრები უმრავლესობის წარმომადგენლებს მხარს. პატრიოტთა ალიანსში უკვე ასახელებენ იმ საკითხებს, რაზეც პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას მოახდენენ. ოპოზიციაში მთავარ პრიორიტეტად საარჩევნო სისტემის რეფორმირებასა და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას ასახელებენ. პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში ერთი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის პოსტზე ირმა ინიშვილს წარადგენს, ასევე ცნობილია ის კომიტეტები, სადაც პარტია მათთვის გათვალისწინებული კვოტების მიხედვით კანდიდატებს დაასახელებს. ოპოზიცია დარგობრივი ეკონომიკის, თავდაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების კანდიდატებს დღეს წარადგენს. მეგონი ესეა რომ სიტყვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ილაპარაკებთ. არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შევიმუშაოთ ცვლილებების, სისტემური ცვლილებების პაკეტი და ის გავიტანოთ და მივაღებინოთ ხელისუფლებას. ჩვენ მართალია 6 დეპუტატით ვიქნებით წარმოდგენილი პარლამენტში და გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის საშუალება არ გვექნება, მაგრამ ჩვენ გვექნება საშუალება გავიტანოთ მნიშვნელოვანი წინადადებები. თავარი ეს არის საარჩევნო გარემოს შეცვლა და სისტემის შეცვლა ქვეყანაში. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პარლამენტმა უფლებამოსილების მიღებისთანავე გიორგი კვირიკაშვილი პრემიერის მოვალეობის შესრულებიდან უნდა გაათავისუფლოს. მათი განმარტებით, საკანონმდებლო ხარვეზი იმ ცვლილებების მიღების შემდეგ წარმოიქმნა, რომლის მიხედვითაც პრემიერს არჩევნების მონაწილეობის უფლება მიეცა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კვირიკაშვილმა პარლამენტში ფიცი არ უნდა დადოს და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დეპუტატის მანდატის შეჩერების თხოვნით მიმართოს. თუმცა მათი თქმით, კანონი ამ შემთხვევაში ძირღვევა, რადგან დეპუტატის უფლებამოსილების შესაჩერებლად საჭირო პროცედურების დასრულება კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება. კანონმდებლობაში ხარვეზებს ვერ ხედავენ. ქართულ ოცნებაში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი კახიანის განმარტებით, საკითხი ტექნიკურ პროცედურებს უკავშირდება და პრემიერ-მინისტრს დეპუტატის მანდატი უმოკლეს ვადაში შეუწყდება. იმ წუთიდანვე, როდესაც პარლამენტი ცნობს უფლებამოსილებას და ერთდროულად იქნება საქართველოს პარლამენტის წევრი ან პრემიერ-მინისტრი ან პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, რა თქმა უნდა, სახეზე არის კანონის დარღვევა. თუ კი მას სურს სადეპუტატო უფლებამოსილება შეეწყვეტას, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი იქნება არ დადოს ფიცი, რომელსაც პარლამენტის წევრები დებენ და უფლებამოსილების ცნობისთანავე მიმართოს პარლამენტს და მოითხოვს ამ უფლებამოსილების შეწყვეტა. კონსტიტუცია ცალსახად ირღვევა, ვინაიდან პარლამენტის წევრს არ შეიძლება ეკავოს თანამდებობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ახლად არჩეულმა პარლამენტმა უფლებამოსილება უნდა შეუწყვეტოს გიორგი კვირიკაშვილს როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებას. პარლამენტში არის არჩეული და მოხდება ასევე მისი უფლებამოსილების ცნობა. ფაქტობრივად საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებს, იგი ჩვეულებრივად გააგრძელებს საქმიანობას პრემიერის სტატუსით და პრემიერის რანგში და უკვე დანარჩენი იქნება ეს უკვე ტექნიკური საკითხი, მოხდება მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. კანონმდებლობა ესეც დასაშვებად მიიჩნევს. მთავრობის ახალი შემადგენლობა სავარაუდოდ 21 ნოემბერს გახდება ცნობილი. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის პრემიერის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის 7 დღიანი ვადა ექნება. მინისტრთა კაბინეტს ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მთავრობაში ცვლილებები იქნება, ეს პრემიერ-მინისტრმა უკვე დაადასტურა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ცვლილება 4 სამინისტროს შეეხება. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურის ნაცვლად დიმიტრი კუმსიშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად ზურაბ ალავიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძის ნაცვლად ვიქტორ დოლიძე. როგორ და რა ფორმატით ითანამშრომლებს საქართველოს პრეზიდენტი მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოსთან გიორგი მარგულაშვილი აღნიშნულ საკითხზე დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისაუბრებს. პრეზიდენტი ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის და დეპუტატებს სიტყვით მიმართავს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გიორგი მარგულაშვილის მიმართვა წინა წლებისგან თვისობრივად განსხვავებული იქნება და ის რამდენიმე ინიციატივით გამოვა, თუმცა კონკრეტულად რა შეეხება ეს ინიციატივები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ.
საქართველოს პრეზიდენტი გახსნის მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომას, დაგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, რომელიც თვისობრივად იქნება განსხვავებული პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვებიდან. გახსნით სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს არა ერთ საინტერესო ინიციატივაზე და ამავდროულად ისაუბრებს საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებზე. დღეს ახალი პარლამენტის პირველი სესია საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართება. აქციაში არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირები მიიღებენ მონაწილეობას. მათ განსხვავებული მოთხოვნები აქვს, თუმცა თითოეული მათგანი ერთმანეთის მოთხოვნას იზიარებს. შრომის ინსპექტორების საკითხს დააყენებენ ადამიანის უფლებების, სწავლების და მონიტორინგის ცენტრი და პროფკავშირები. ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას ითხოვს თეთრი ხმაურის მოძრაობა. აუდიტორია 115 კი განათლების სისტემის რეფორმაზე ისაუბრებს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა აქციის, თუმცა გარდა ამისა ჩვენ ასევე უერთდებით იმ მოთხოვნებს, რომელიც არის წამოყენებული ხვალ, ერთობლივი მოთხოვნები. ჩვენ ბუნებრივია ნარკოპოლიტიკის საკითხს დავსვავთ აქციაზე დღის წესრიგში. პარლამენტს შევახსენებთ, რომ მათ პირველ რიგში ამ საკითხებს უნდა მიხედონ და ამ საკითხებით უნდა გახსნან ახალი მოწვევის პარლამენტი. დედაქალაქის საკრებულო თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომისიო განხილვებს იწყებს. დოკუმენტს დღეს 10 კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ. თვითმმართველ ორგანოს ბიუჯეტის პროექტის შესასწავლად და მისი შენიშვნებით მერიისთვის დასაბრუნებლად ვადა 25 ნოემბერს ეწურება. დოკუმენტს საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისია საბარაუდოდ ორშაბათს განიხილავს და ბიუჯეტის პროექტზე საბოლოო დასკვნასაც დადებს. მერიას შენიშვნების გასათვალისწინებლად და მისი საკრებულოსთვის ხელმეორე წარსადგენად 10 დეკემბრამდე აქვს ვადა. საკრებულოს უმრავლესობაში ბიუჯეტის პროექტს დადებითად აფასებენ. ოპოზიციაში კი შენიშვნები აქვს და ამბობენ, რომ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერენ. მომბე ამ დროისთვის დასრულებულია მე 12 საათზე დაგიბრუნდებით დროებით.